მეგობრებო, გუშინ როგორც ვიცით, 12 თებერვალს ჩვენი დროით საღამოს, მაგრამ იმეთი დროით დილის საათებში შედგა ტრამპის და პუტინის პირველი ოფიციალური საუბარი, სატელეფონო საუბარი, რომელიც ოფიციალური განცხადების შესაბამისად გაგრძელდა საათ ნახევარი. ამის შემდეგ ტრამპის და ზელენსკის საუბარი, რომელიც გაგრძელდა 1 საათამდე. მნიშვნელოვანი key-point-ები რომ გამოვყოთ ოფიციალური განცხადებების შესაბამისად, ეს არის შემდეგი. პირველ რიგში ტრამპმა ისაუბრა იმაზე, რომ ორივე მხარეს სურს ომის დასრულება. რეალურად შეთანხმებები მიდის საუბარი მიდის იქამდე, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ როგორც ტრამპი უწოდებს, ეს ომი არის უაზრო სისხლისღვრა და მილიონამდე ადამიანი იღუპება ამ ომში იმის გამო, რაც რეალურად აზრს არის მოკლებული, მაგრამ კონკრეტულად რაზე იყო საუბარი. არ მინდა რომ რაიმე ისეთი შეფასებები გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ მნიშვნელოვანი საკითხები იყო ხაზგასმა იმაზე, რომ რაც სურს რეალურად პირველ რიგში ზელენსკის მისი მოთხოვნა და თხოვნა რომ მიიღონ უკრაინა ნატოში სამწუხაროდ კიდევ დიდი ხნით გადაიდო, რაღაც პერიოდით მაინც გადაიდო, იმიტომ რომ ტრამპის განცხადება იყო შედარებით უფრო ნეიტრალური, ის ამბობდა რომ მე ნეიტრალური ვარ, მაგრამ ფაქტია რომ პუტინს არ უნდა და ისევ ამის წინააღმდეგია, მაგრამ რეალურად მაინც უფრო მეტად ისიც თulis ფაქტია, რომ უკრაინის ნატოში გააწევრიანება ადრეა, იმიტომ რომ ამ ოფიციალურ განცხადებაში კიდევ ერთხელ აღნიშნა ის, რომ დასავლეთს ჰქონდა შეთანხმება რუსეთთან, რომ ისინი არ უნდა დაძრულიყვნენ აი ამ კოალიციური ძალებით აღმოსავლეთისკენ და რუსეთის ტერიტორიებისკენ. რაშიც ავარავდოთ ეთანხმება პუტინს და მის ძალაუფლებას აღიარებს აი აქეთ ნაწილებზე. უფრო მკაფიო დამოკიდებულება გამოხატა პიტ ჰეგესმა, რომელიც არის დღეს სახელმწიფო მდივანი ამასთან დაკავშირებით და თქვა რომ უკრაინის უახლოეს მომავალში ნატოში გაწევრიანება არის არარეალისტური და მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ არარეალისტურია 2014 წლამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. რას გულისხმობს ეს 2022 წლის 22 თებერვალს დაიწყო ომი რუსეთისა და უკრაინის, როგორც ვიცით, რუსეთმა დაიწყო სამხედრო შეტევა უკრაინაზე, მაგრამ მანამდე უფრო წინა კონფლიქტი, რომელიც უძღოდა ამ ყველაფერს, როცა მოხდა გადატრიალება, როცა იანუკოვიჩი გადააგდეს რევოლუცია მოუწყვეს მას და ამის შემდეგ რუსეთმა დაიწყო პროვოკაციული ქმედებები დონბასსა და ყირიმში. აი ამ მდგომარეობის, აი ამ რთული ორი ტერიტორიული ერთეულის უკრაინისთვის ეს ცალსახად დაბრუნება არ მოხდება, რაც ძალიან სამწუხაროა. შეთანხმება დაიწყება სავარაუდოდ იქიდან, რომ კურსკიდან ნელ-ნელა დაიწყებს გამოყვანას უკრაინა საკუთარი ჯარების და რუსეთი დაიწყებს ასევე საკუთარი ჯარისკაცების უკან გახმობას. უბრალოდ ეს ყველაფერი როდის მოხდება, იმედია ძალიან მალე მოხდება, უბრალოდ სადაოა. ძალიან საწყენია რომ აი სხვა შორის ქართველი იუთუბერი რომ არის არჩიბალდ მეკეში, აი საუბრობდა ის რაღაც ვიდეო მაქვს ნახე მისი ბოლო დღეებში, რომელიც საკმაოდ გაფრეზებული იყო და ამბობდა რომ ეს ადმინისტრაციის სრულება მოხდა და ანუ ფაქტობრივად მოატყუეს უკრაინა, ხო? ანუ ეხლა რაღაც ბაიდენი და კამალა გამოვიდნენ ცუდი ტიპები და ну რაღაცა ისე ვითომ ეხა შეცვალეს პოლიტიკა, იმიტომ რომ თქვა უკრაინა აგებს ომს. მე მთლად ასე ცალსაღად არ ვიტყოდი, იმიტომ რომ მე რეალურად მაინც მეტნაკლებად მჯერა ტრამპის. მაგრამ რეალურად კი ნამდვილად უსამართლობა. მე უბრალოდ მჯერა რომ ტრამპის ხვანაირად არის განწყობილი ამ ყველაფრის მიმართ და ტრამპი ერთ-ერთი ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე პოლიტიკოსია, თუმცა რეალურად ნამდვილად მართალია არჩიბალდ მეკეშის ეს დამოკიდებულება საკითხის მიმართ, რომ უკრაინას სამწუხაროდ საკმაოდ რთულ პირობებში აღმოჩნდა აი ამ უსაფუძვლო დაპირებების გამო, თუნდაც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის რომ გავიხსენოთ, სადაც რის შემდეგაც რეალურად 2008 წელს, იმ წელსვე აპრილიდან აგვისტოში ჩვენთან მოხდა ომი, ამას მოყომერი 2014 წელს რევოლუცია უკრაინაში, შემდეგ უკრაინის ომი, რომელიც დღემდე გრძელდება. რეალურად ეს ყველაფერი დიდწილად გამოწვეულია აი ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით. რუსეთი რომ ოკუპანტია და რომ ის ილახება შედარებით ნაკლებად ძლიერი სახელმწიფოების უფლებები ეს ცალსახაა, თუმცა რაღაც მეტი დიპლომატია მართებთ ალბათ და ძალიან სამწუხაროა რომ სხვა შორის ეს დასავლეთი ასე მტკიცედ ებრძვის ერთმანეთს ძალიან
საწყენია. უბრალოდ ხო, ნუ ფაქტია, რომ კარგი და ცუდი პოლიტიკოსები ყველგან არიან და არავის დემონიზირებას არ ვცდილობ, არ ვფიქრობ, რომ ეხა თუნდაც მაშინდელ დასავლელ ლიდერებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე რაიმე რაღაც ისეთი შმაკური გეგმა ჰქონდათ და უმიუნდოდათ. თუმცა რეალურად ფაქტია, რომ ძალიან არადიპლომატიურად მოიქცნენ, რასაც საკმაოდ ისეთი მძიმე შედეგები მოყვან.